წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ნათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამომშვიდობის ძვირფასო რადიო 10 მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ოდაბადეშ კინოხონი თქვენთან არის. მოგეხსენებათ, რომ ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს გადის რადიო 10-ის ეთერში 18 საათსა და 18 წუთზე, რომელიც შეგიძლიათ ასევე იხილოთ YouTube არზე. დღეს უჩვეულ ამპლუაში ვარ, მარტო გავუძღვები დღევანდელ გადაცემას. მე გახლავართ ისტორიკოს-მკვლევარი ლაშა ჯიქია და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ილორობა, სახალხო დღესასწაული. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა ორ ენაზეა, თავისთავად მეგრულად და შემდგომ ქართულად ხდება გადმოცემა ამა თუ იმ ისტორიის, სახალხო დღესასწაულების, ეთნოფაქტების და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც აღნიშნე, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ილორობა, ერთ-ერთი გამორჩეული დიდ საუფლო დღესასწაულების გვერდით იდგა და თავისი მნიშვნელობით არანაკლებ გამოირჩეოდა და შესაბამისად მასზე ჯერ მეგრულად ვისაუბრებ, ხოლო შემდგომ თქვენის ნებართვით უკვე მოგახსენებთ ქართულად. ილორობა სამარგალოს დღარხვებში ართეად გიშარჩქინე დღასანწარდუ, ნამუთ პოპულარობა მთელ ბჟადალ საქორთუოს გიშეგორუთ. ილორობარე წირდე ჯეგეშ ხატიშ დღა, ნამუთ ინწყუაფუთ ოფუ ტეილორს ამდღანერ ოჩამჩირეშ რაიონს, ეჩ გერგობათუთას. კანკანე გინოჩამათ დიმიტრი ბაქრაძე იჩიებ ნამუთ და ვით ნოემბერსი ვაფუდუა, მარა ჩქიმ ვორწყეთ ეს მუჭო, დენა ინწყუაფუთ გერგობაში დღარხვი წოხლენ სერს დოთ გერგობას, გერგობა დღასერთ ილორობაში მონწყუალა. ილორობაში დღარხუ მუჭოთ იძირენ ჩვეშო ინწყუაფუთ ილორიშ ოხამეშ ხოლოს ტყას მერჩქნი ლაკანს, სოდეთ მონწყირდო ილორიშ ნიშ. თავრეშე ქრიჭყანდეს რიტუალს და უკულ იგინცარებუთ მავითართავკუნიშ ილორიშ ოხამეს, ნამუთ მანგარი პოპულარობათ გშარჩქინელი მთელი ხვალის სამარგალოს ვარა, მთეჩქინი მეძობელი კათაშირინას ხოლო ილორიშ ოხამე ართეად გშარჩქინეს საკუთარ ადგილდუ ოდიში საერისთავოს თეოხამე დარბაზის ტიპიშრედო გიშეგორუ ქორთული არქიტექტურაში დამუშებულ პროპორციებით და ელემენტებით. გინოჩამოებით რჩქინერე მუჭო თაკ ასეიან ოხამიშა გედგუთ უმოშ ჭიჭედო ჯვეშ ოხამე. ოფერქებერლე ნამუდა ქირსიანობაში მუშულაშა, ხოლო თაკი უაფუთ ოხამენ მუშენდა ილორობაში დღარხოს ბრელი არქაულ ფორმებრე თხილერ. ნამუთ აჯამურ წამეებიებრებაში ბორჯიშ ელემენტებს გინოჩანს. მუჭობს შინეთუნ ილორიშ ოხამეს სიხოლარს და თეჯდო ძახინელ ირორიშ ნიშ. თენარე ტყას გედგიმილ ქუაკირი ჭიჭეს სველი. სოდეთ ზოჯუნ წირდე ჯეგეშ მერეთ მოსლება ხატი. დო თეშე იხამან ჩქინ ჯვეშები. ილორი წირდეს ჯეგეს თიშ ხატის დო დღარხუ ილორობაი ძალას კაბეჩამლობა უღუთ ბჟადალ საკურთუოშ მახურებშო და თეკ უკულ კავკასიაში სხვა ეთნოსებს ხოლო ვოფაჩ მუშ გოულა. მარა თენა იშენ არზაშუმოსო მარგალებს ნაგვენა ბორჯის აფხაზებს ანდეს დო ხანდენდეს თიშ გურიშ მაგებელო. თხილანდეს არძანერ რიტუალ დო წესის ნამუთ წირდე ჯეგეშ კულტირ წუმარდუ მერცხილინ. ცალკე იხვამანდეს ილორი წირდე ჯეგეშ ხატიშე. მუშენდა თიშ გონჭყორალას მანგარო უთხილანდეს. სამარგალოს ართეარტ მანგარ წარე ჭყალად იკოროცხუ ილორიშ ხატ გონჭყორელია. ილორიშ ხატ გენთხაფილია. თენა ხოლო ოძირანს ილორიშ ხატიშ ძალას დო გოულას. სამიარეთ მერჩინერდუ ნამუდა ილორიშ ხატშე გონჭყორეს მანგარ უბადო მუკალედუ დო თის რსხებაშე თელი რიტუალებ აფუდ ოტარებელი და გითახვამარ. ათეშენ თეცალებ ილორობაში დღარხუს იღენდეს მუნეფით სოდებაში ალობას. ილორი დამიზეზებუც ნამუთ ილორიშ მარდით გონჭყორალა რსხებაშე ხანდენდუ მე ილორე ჯოხოთ. თეს სოდებში ალობა ქიმიღუყონ ოწესა პიროფები აფუდ ოთხილარი. ილორიშ ოხამეწყმა მერცხირდუ ხოლო არტ ჭიჭე რიტუალი ნამუსუთ ჯოხოდუ ილორიშ ქადაგი. კერძოთ გერგობაი წოხლეს სერს გაშაგორუნდეს ვით კოჩის. თენებს თოხილუნდეს ხატებწყმა ართო. ათე ვით კოჩიშე ართის გაშაგორუნდეს დო დოსკილადიო ჩხოროკოშ თეს ლახუათ ღურუშ პიჩაკემი უნანდეს. მაჟრა დღას გოთანა ბორჯის ათე ქადაგო გიშაგორიც ემაღალია დიხაშა გეკი უნანდეს დო აგონიას
დუმფერი ტრანსის ნუნთხაფი ათაღა ყვაშახალი კათას გეგნოჩან წირდეშ პიანუას ანუ წირდეშ ჯეგეშ ნებას ათეშე მოურს ნარაგად ვაიდო ვუი მეუქეს ნაგვიანა ბორჯის ათე ტრადიცია დითირდო ქადაგოგი შაგორული კათას არც სერით დოხრუნდეს ოხვამეს ლახუა შუმშო თავრეშე არტ ოჭმარეს კიდან თხუთ ქადაგოდო კათას ხორონთიშ ნებას ქაჩნება ფუანთ წირდე ჯეგეშ ხატიშ ხარხუ ინწყუაფუდ გერგობაი წოხლენ სერც ათეშენ პაპებდო ჟინოსკუალებ მუშ მომენჯებწმა ართო ოხვამეშ ქართას სუმშა მუყულუანდეს მინაკარს ბეჭედით დობეშტანდეს დოჭკადუნდეს იანონ ოჭმარეს თაკ ავარება ანაყუ კათათი შაყარუდ და გურიშ ფანსკარით უჯინედეს ათე ეჭკადე კარიშ გონწყუმას კინე პაპებდო ჟინოსკუალებ კინთინე მუინეფიშ მომენჯებით გონწყინდეს ბეშტეს დო დინახლე ქუდოყადუდეს ილორი ჩე ხოჯ ნამუთ სერით მინო უნდო ხვამეშა წირდე ჯეგეს თენარდ ზვარაკი ხოჯ წირდე ჯეგეში ჯოხონაშე ქრიჭყანდეს ხვამას უკულ ილორიშ ხოჯის დოპლუნდეს ხორცის დო ხაშუნდეს დო მეოხვამუებს დურიგენდეს ყების დამუშენდეს ჯიმწყარით დო თეჭგირო დოჩუანდეს მუჭოთ უბადო შურიშ მათხილე ანგაროზის ოინტერესერე ნამუდა ილორიშ ხოჯ ფხადუნა ნაგვიანა ბორჯიშ გინო ჩამუებს უმოს იალონ პერიოდიშ გინო ჩამუებს ოხვამეშა წირდე ჯეგეს ხოჯიშ მაგირო ოზვარაკალ ერცქემ მინო უნდ ათაშ ნამუდა ილორობაშ ღარხუ მერცხირდ წირდე ჯეგეშ კულტიცკმა ნამუდ პოპულარობა არძანერ ღარხუებშერდ გიშაგორით დო კაბეთ ღარხუებიშ ხასნას იკოროცხუ მარა თაქტენახოლო იზირე მუჭო აჯამურ ბოიშე ბრენუდგარენია აშო გინოღალი დო ქირსიანობა თენა მუჟდუჩა ქემერცხუ ასე ჩკი ქოპთქუან თეს ირფერს ქორთულო მუშენდა მიდგას მარგალირო ვაგაგინუნ თინებშო ქიუას თენა იფრეკ საინტერესოთ ახლა კი ილორობის დღესასწაულის შესახებ მოგახსენებთ ქართულად თუ რას წარმოადგენდა ეს დღესასწაული ილორობა ეს სამეგრელოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ეს სახალხო დღესასწაული იყო მოკლედ ილორის წმინდა გიორგის ხატის დღეობა გახდათ ილორობა და წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული იმართებოდა 20 ნოემბერს დემიტრი ბაქრაძის მიხედვით 10 ნოემბერს სოფელ ილორში ოჩამჩირის რაიონი ილორობის დღესასწაული ბუნებრივია იმართებოდა ილორის მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძართან აღსანიშნავია რომ ილორის ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული საკულტო ადგილი იყო ოდიშის საერისთავოში მოგეხსენებათ ეკლესია დარბაზული ტიპისაა გამორჩევა იმდროინდელი ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი მოხდენილი პროპორციებით და გადმოცემის მიხედვით ამჟამად არსებული ტაძრის ადგილას იყო უფრო ძველი სამლოცველო და სავარაუდებელია წინარე ქრისტიანულ ხანაში აქ იქნებოდა სამლოცველო საკულტო სარიტუალო ნაგებობა ვინაიდან ილორობის დღესასწაულში იმდენად არის შემორჩენილი არქაული ფორმები რომელიც აშკარად წინარე ქრისტიანულ ხასიათს ავლენს ილორის ტაძრის სიახლოვეს არსებობდა ეგრეთ წოდებული ილორის ნიში ეს იყო ტყეში დადგმული ქვითკირის პატარა სვეტი სადაც ესვენა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი სწორედ აქ ხდებოდა ილორობის დღესასწაულის გამართვა ილორი წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული ყოფილა მთელ დასავლეთ საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებში განსაკუთრებით ეს მეგრელებში იყო მოგვიანო პერიოდში აბჟო აფხაზებში მისი მიმართ დიდი რიდი არსებობდა თუკი დანარჩენი აფხაზები ანუ გააფსვებული აფხაზები ფაქტურად აფსო აფხაზები არ იცნობდნენ წმინდა გიორგის კულტს აბჟო აფხაზეთში ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს უშუალოდ მეგრელების გავლენით იცავდნენ მისი გულის მოგების რიტუალებს რომ არ გამწყრალიყო და მათ ოჯახზე რისხვა არ დაეტეხა ერთ-ერთი უმძიმესი წყევლა იყო ზოგადად სამეგრელოში ილორის ხატ გონჭყორელი ანუ ილორის ხატი გაუწყრესო ილორის ხატ გენთხაფილი ანუ ილორის ხატის რისხვა დაატყდესო საზოგადოდ მიჩნეული იყო რომ ილორის ხატი დამიზეზებულს დიდი უბედურება ეწოდა და მას ვერაფერი უშუალოდ მძიმე ცოდვების მონანიებისა და გამოსახსნელი რიტუალის დაცვის გარდა ილორი დამიზეზებულს რომელიც წმინდა გიორგის რისხვისგან თავის დაღწევას ილობდა მეილორი ეწოდებოდა მათ ცოდვებისგან დაახსნეს მიზნით მსხვერპლი უნდა შეეწირა და საწესოდ პირობები უნდა დაეცვა ილორის ოხვამისთან ილორის საღდართან დაკავშირებული იყო სარიტუალო ტრადიცია რომელსაც ერქვა ილორის ქადაგი კერძოდ გიორგები წინა ღამეს აირჩევდნენ 10 კაცს და ამსწრებდნენ ხატებთან ამ 10-დან ერთ-ერთს ასევე არჩევით დანარჩენი 9 ცემი სიკვდილის პირამდე მიიყვანა მეორე დღეს გამთენიისას ქადაგად არჩეულს მაღლობზე აიყვანდნენ და აგონიაში მყოფს ტრანსში ჩავარდნილი ხალხს აცნობდა წმინდანის ნებას აქედან მომდინარეობს გამოთქმა ვაიდა უი მეუქმესო მოგვიანებით ეს ტრადიცია შეიცვალა და ქადაგად ასარჩევ ხალხს უბრალოდ ერთი ღამით ამსწრებდნენ ტაძარში დილით რომელიმე ქადაგად ეცემოდა და ხალხს ღვთის ნებას ამსწრობდა აქვე წინასწარმეტყველებდა რა განსასწრელი ელოდათ წმინდა გიორგის ხატის დღეობა ეწყობოდა გიორგობის წინა ღამეს ამისთვის სამღვდელოება და დიდებულები შემოვლდნენ ეკლესიის გალავანს და კარიბჭეს ბეჭდით დაბეჭდავდნენ დილა ადრიან აქ შეკრებილი საზოგადოება დიდი გულისყურით ელოდებოდა კარიბჭის გახსნას ისევ სამღვდელოება
მემკვიდრეობა და დიდებულები იგივე ამალით გახსნიდნენ საბეჭდას და შიგ დახვდებოდათ ილორის ხორჯი, ილორის ხარი, რომელიც ღამით შეყავდა წმინდა გიორგის. ეს იყო სამსხვერპლო ხარი. წმინდა გიორგის სახელზე აღავლენდნენ ლოცვას. შემდეგ ილორის ხორჯის, ილორის ხარს დაკლავდნენ, მოხარშავდნენ და ხორცის ნაჭრებს მლოცველებს დაურიგებდნენ. ტყავის ნაჭრებს მარეწყაში დაამუშავებდნენ და საკულთაგულოდ შეინახავდნენ, როგორც ბოროტისა და ავისენისგან დამცვეს. საინტერესოა, რომ ილორის ხოჯი, ილორის ხატი გვიანდელ გადმოცემებში გვხვდება. უფრო ძველ გადმოცემებში წმინდა გიორგის ილორის ტაძარში ხარის ნაცვლად შემოყავდა სამსხვერპლო ირემი. ამდენად ილურობა იყო დიდი სახალხო სასწაული, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში და განსაკუთრებული შიშითა და რიდით ხვდებოდნენ მას. ამ დღესასწაულში ერთმანეთს შერწყმულია საზოგადოებრივ არქაული, წინარე ქრისტიანული და შემდგომი ქრისტიანობის პერიოდის ელემენტები. ილურობა სხვა დიდ საუფლო დღესასწაულების გვერდით იდგა და ის მასობრივობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ხასიათს ატარებდა. მოკლედ ეს ქართული ვერსიაც შესაბამისად ჩვენ შემდგომ გადაცემაში გვინდა გავაგრძელოთ უკვე სხვა მიმართულებით. ეს არის კოლხური არქიტექტურა, ზოგადად სამეგრელოში, ჩვენს ისტორიულ კოლხეთში თუ როგორი არქიტექტურული ნაგებობები არსებობდა და ამიტომაც რა რიტუალებიც იყო დაკავშირებული მათთან. ეს საინტერესოა მათი გადმოცემა და ჩვენ ვისაუბრებთ შემდგომ გადაცემაში ფაცხაზე. ფაცხა თუ როგორ შეიქმნა ეს, როგორ რა ისტორიული წინაპრები გააჩნდა, რა არტეფაქტები გვაქვს უძველესი სად არის აღმოჩენილი თვითონ ფაცხა, რა სამეურნეო დანიშნულება გააჩნდა, მაგრამ გარდა სამეურნეო დანიშნულებისა მას ჰქონდა კიდევ საკულტო რიტუალის ფუნქციაც. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ შემდგომ გადაცემაში. თქვენის ნებართვით დაგემშვიდობებით. დღეს უჩვეულო ამპლუაში ვართ. ქალბატონი სოფიო სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო დღევანდელ გადაცემას ვერ უძღვება. მას გამოჯანმრთელებას უსურვებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩქინ რადიო მარჩკლეფი ურზომე მარდის მგორშინანთ ამდღან ერჩქინ ჩქილаше. ჩქინ სურპატონ სოფიო ჭიჭე ამდღან გარენი გახათ იუდოთიშენ ვარე ჩქინ წმართო მარა მალას სინთელეს უზალანკ ხორონთ ბედნერო კოოპედა თქვა არცას ილორის ხათ გორტობავდან და ილორის ხვამა კარცას ქეშერწიებდან ხორონთ ჭიროდო ბედნერო კოოპედა უზომე მარტი გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.